უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საბოლოოდ აღიარა, რომ კიევის ოლქის ვიშნეოში 6 ივლისის ღამეს რუსეთის თავდასხმის დროს სწორედ ის ჭურვები აფეთქდა, რომლებიც იქ იარაღის მწარმოებლებმა დააგროვეს. რუსეთის დარტყმამ ვიშნეოში მეორეული დეტონაცია გამოიწვია, რომელიც საათობით გაგრძელდა, თითქმის 5 ქუჩა გაანადგურა და 9 ადამიანის სიცოცხლე შეიცირა. ოფიციალურ ვერსია ამ დღეების განმავლობაში იცვლებოდა კასეტური საბრძოლო მასალებიდან საბოლოოდ ხელისუფლების აღიარებამდე, რომ დარტყმა ერთ-ერთი უკროპორომპრომის საწარმოს საბრძოლო მასალების საწყობს მოხდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დავაა. რატომ აღმოჩნდა სამხედრო საწყობი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს? ვინ აგებს პასუხს? და საიდან იცოდნენ რუსებმა ზუსტად სად უნდა დაერთხათ? ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კრიტიკულ დარღვევას და დამნაშავეები უკვე იპოვეს. ამიტომ ამ გამოშვებაში მაქსიმალურად ნეიტრალურად ვიქნებით ოფიციალურ ინფორმაციაზე. და სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავთ ვიშნეოში არსებულ სიტუაციას, ნაჩქარევი დასვენების გარეშე. იქ სადაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შემდეგ კი განვიხილავთ კიდევ ორ დაკავშირებულ თემას. ხმაურიანი ჯაშჟურის სკანდალი რომში, სადაც იტალიის ყოფილი მზვერავი დაადანაშაულეს მოსკოვისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის მონაცემების გადაცემაში და ახალი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. რუსული რაკეტების შრაპნელი დარტყმა კიევში. და მართვადი ავიაბომბების დარტყმა ხალხმრავალ ადგილას სუმის ქალაქში 11 ივლისს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს, ამიტომ მადლიერი ვიქნებით თუ სწორედ თქვენ გახდებით ამ YouTube არხის ნაწილი. აი დავინახე. ვინ უკროპორომპრომში რა თანამდებობაზე მყოფმა დაუშვა, სამწუხაროდ რომ იარაღის საწყობები იყო ვიშნეოში. ამის პირდაპირი აკრძალვა არსებობს როგორც კანონით, ასევე შტაბის გადაწყვეტილებით. ყველაფერი ეს დაირღვა. კონკრეტული თანამდებობის პირები ცნობილია. სახელმწიფოს პოზიცია, რომ თითოეული მათგანი უნდა მიეცეს სამართლიან პასუხისგებაში. ორი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელები მოქმედებდნენ კანონის, შტაბის გადაწყვეტილებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების საწინააღმდეგოდ. გამოძიება ამოწმებს იმ ხელმძღვანელების მოადგილეების საქმიანობას, რომლებიც უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებენი. ასევე არიან სხვა თანამდებობის პირები, რომელთა ქმედებები და გადაწყვეტილებების გაანალიზდება. მაშასე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სრულად მოხსნა საიდუმლოების ფარდა ვიშნეოში, კიევის ოლქში მოხდარ ინციდენტზე. მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. გახსენებთ, 6 ივლისის ღამეს რუსეთმა მასიური კომბინირებული დარტყმა მიაყენა უკრაინას დრონების, ასევე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტების გამოყენებით. ოფიციალური მონაცემებით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 490-დან 363 გაანეიტრალა. თუმცა დაფიქსირდა 29 ბალისტიკური რაკეტისა და 18 დარტყმითი დრონის მოხვედრა 34 ლოკაციაზე. მაშინ უკვე აშკარა გახდა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას რაკეტებთან სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან იმ ღამეს არც ერთი ბალისტიკური რაკეტა არ ჩამოუგდიათ. ერთ-ერთი ადგილი, სადაც მაშინ რუსული რაკეტა მოხვდა, იყო ვიშნეო კიევის მახლობლად და სწორედ იქ დაიწყო მეორეული დეტონაცია, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. აი შემდეგ იცვლება ის, რის გამოც ამ თემას ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეთ. ეს არის ვერსიები ამ დეტონაციის მიზეზებზე. ისინი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მოდით მაქსიმალურად ნეიტრალურად მივყვეთ მათ თანმიმდევრობას. პირველი ვერსია, რომელიც იმავე დღესვე გაჩნდა, იყო კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება. პირველ საათებში ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია იყო ის, რომ მეორადი აფეთქებები შესაძლებელი იყო. ეს არის რუსული თავდასხმის შემდეგ არაფეთქებული ელემენტები.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავდა, კასეტური საბრძოლო მასალები განიხილებოდა როგორც ხანგრძლივი აფეთქებების ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი. და სოციალურ ქსელებში აფიქსირებდნენ მკვეთრ დეტონაციის ხმებს დაყოვნებით. რაც დამახასიათებელია სწორედ ქვეკასეტური საბრძოლო მასალებისთვის. ამასთან ოფიციალური ხაზგასმით აღნიშნავ, ოფიციალური დადასტურება ან უარყოფა ამ ვერსიის ხელისუფლებას მაშინ არ გაუწია. მეორე ვერსია მაინც საბრძოლო მასალების საწყობს უკავშირდება. თითქმის მაშინვე გაჩნდა ალტერნატიული ვერსიაც, ქვეკასეტური საბრძოლო მასალების ვერსიის პარალელურად. აი სახალხო დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ ტელეგრამში დაწერა, რომ რუსებმა საბრძოლო მასალების საწყობი დააზიანეს. მაგრამ პრაქტიკულად მაშინვე ბეზუგლაიამ ეს პოსტი წაშალა, რომელიც მხოლოდ ქეშებში დარჩა. ანალოგიურ ვერსიას უშორდა ამერიკული გამოცემა Wall Street Journal. იქ ვარაუდობდნენ, რომ მეორადი აფეთქებები შეიძლება მიუთითებდეს საბრძოლო მასალის დეტონაციაზე, რომელიც საწყობში ინახებოდა. ეჭვის საფუძველი კასეტური საბრძოლო მასალის ვერსიაზე ის იყო, რომ თვითხილველების ვიდეო ჩანაწერები აჩვენებდა საკმაოდ არატიპურ სიმძლავრესა და აფეთქებების ხასიათს კასეტური საბრძოლო მასალისთვის. სწორედ ეს შეუსაბამობა ოფიციალურ პოზიციასა და ვიზუალურ მტკიცებულებს შორის უბიძგა უკრაინის პრეზიდენტს, რომ გაერკვია ეს ისტორია. ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადეს დახურულ WhatsApp ჯგუფში, სადაც პრეზიდენტის ოფისი ჟურნალისტებთან კომუნიკაციას ამყარებს და სადაც პრეზიდენტი ზელენსკი ზოგჯერ აუდიო შეთხოვით პასუხობს. თუ არ იცოდით, კი, არსებობს ასეთი დახურული WhatsApp არხი, სადაც ჟურნალისტებსა და პრეზიდენტის ოფისს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს. და სწორედ იქ ზელენსკის გუნდმა თქვა, რომ კი, საჭიროა გარკვევა. და აი 3 დღის შემდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ საჯაროდ დაავალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვას სასტრაფოდ დაადგინონ, რა მოხდა სინამდვილეში ვიშნეოში. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის დაფიქსირება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი ლიხოვიმ იმ ეტაპზე განაცხადა, რომ ობიექტი, სადაც აფეთქებები მოხდა, არ ეკუთვნის და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მანვე გაიხსენა, რომ მოქმედებს მთავარსარდლის განკარგულება, რომელიც კრძალავს საბრძოლო მასალის საწყობების განთავსებას სამოქალაქო შენობებთან ახლოს. ანუ ადრეულ ეტაპზე სამხედროები უკვე უსვამდნენ ხაზს, რომ ეს ობიექტი მათ პასუხისგებლობაში არ შედის. და ესეც სიმართლეა, რომ არ იყოს აქ მანიპულაციები. და რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ობიექტი პირდაპირ დაასახელა. ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უსაფრთხოების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენპროკურორის ოფისის ანგარიშების საფუძველზე განაცხადა, რომ ვიშნევოში იყო ერთ-ერთი უკრობორომპრომის საწარმოს საბრძოლო მასალის საწყობი და მტერმა სწორედ ამ საწყობზე მიიტანა დარტყმა. მან სიტუაცია აბსოლუტურად საშინლად შეაფასა. გამოძიების ვერსიით, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაახმოვანა, ორი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელები მოქმედებდნენ კანონის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გადაწყვეტილებისა და სამსახურებრივი ინსტრუქციების საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც ვიშნევოში საბრძოლო მასალის საწყობის განთავსება დაუშვეს. სამწუხაროდ ეს ისტორია შეიძლება ცუდად დასრულდეს უკრაინისთვის, რადგან ეს ასევე არის გაეროს კონვენციის დარღვევა, რომელიც კრძალავს საბრძოლო მასალის საწყობების განთავსებას დასახლებულ პუნქტებში ან საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, ციტატა: დღეს სვუს გენერალ-მაიორმა პოკლადმა მოახსენა პირველი შედეგები, ვინ და რა თანამდებობებზე უკრობორომპრომში დაუშვა. სამწუხაროდ, რომ იარაღის საწყობები ვიშნევოში იყო განთავსებული. ამ ტრაგედიის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა გათავისუფლების შესახებ. მისი თქმით, დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, ხოლო უკრობორომპრომის სტრუქტურაში საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასევე ზელენსკიმ დაავალა მასშტაბურ რევიზიის ჩატარება ანალოგიურ ობიექტებზე მთელ ქვეყანაში. ციტატა: სბუმ სხვა სამართალდამცავებთან ერთად უნდა შეამოწმოს მსგავსი საწარმოებიც. უკრობორომპრომში შიდა კონტროლის პროცესები უნდა გაძლიერდეს. დაზიანებების მასშტაბი ოფიციალური მონაცემებით ასეთია. თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიშნევოში დაზიანებულია 280 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის 253 კერძო და 27 მრავალბინიანი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა. უკრაინის მთავრობამ უკვე გამოყო 3 მილიარდზე მეტი გრივნა სარეზერვო ფონდიდან შედეგების ლიკვიდაციისთვის. ევაკუირებული იქნა 500-ზე მეტი მცხოვრები. ასევე გავრცელდა კადრები დანგრეული ქუჩებიდან, რაც თქვენ უკვე ნახეთ.
კი ვისია. გაგრძელება იქნება. ეხლა იმ დისკუსიაზე, რომელიც უკრაინულ საინფორმაციო სივრცეში გაჩაღდა. ვეცდები ეს მაქსიმალურად ნეიტრალურად გადმოცე. უბრალოდ როგორც უკრაინელების მიერ დასმული კითხვების ნაკრები და არა როგორც ბრალდება. პირველი კითხვა ეხება ძველ სისტემურ პრობლემას. რაოდენიმე საზოგადო მოღვაწემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კატასტროფა ვიშნევოში არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შედეგი იყო, არამედ საფუძველი გახდა, რომ საუბარი დაგვეწყო უკრაინის ძველ პრობლემაზე. ქალაქებში საშიში საწყობები, სამხედრო ან სამრეწველო ობიექტები. წლების განმავლობაში რჩებოდა დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მათ გარშემო ჩნდებოდა კერძო სახლები, მრავალსართულიანი კორპუსები, გზები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამას დანაშაულს ვერ დაარქმევ. უბრალოდ უკრაინა ცხოვრობდა ომის გარეშე და მით უმეტეს ომზე საერთოდ არ ფიქრობდა. თუ ოდესღაც სამხედრო საწყობი საბჭოთა კავშირის დროს ქალაქის გარეთ დასახლებული პუნქტის მიღმა იდგა, დროთა განმავლობაში მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში ქალაქები იზრდებოდა და უბრალოდ შთანთქავდა ამ საწყობებს, რომლებიც წლების განმავლობაში უბრალოდ ცარიელიო. უნდა ვიყოთ ობიექტურები. ისინი საერთოდ არ გამოიყენებოდა. შედეგად სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ეს სამხედრო საწყობები უკვე აღარ იდგა ქალაქის გარეთ, არამედ პირდაპირ ქალაქის შიგნით იყო. აქედან გამომდინარეობს ზელენსკის მოწოდება ქვეყნის მასშტაბით აუდიტის ჩატარებაზე. უნდა გავიგოთ კიდევ სად აღმოჩნდა მსგავსი ობიექტები სასწავლებლო რაიონებში. მეორე კითხვა კონტრდაზვერისთვისაა. საიდან იცოდა მტერმა ზუსტად სად უნდა დაერთო? ამ თემას შეეხნენ ზოგიერთი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც პარალელს ავლებენ უფრო ადრინდელ ეპიზოდთან. მაგალითად მოხალთ სასამართლო დოკუმენტის საქმეზე, რომელიც ეხება 2025 წელს საბრძოლო მასალების დროებითი შენახვის ადგილისთვის მიყენებულ დართმას ერთ-ერთ კიევის ქარხანაში, ქალაქ კიევში. კიევსკი ზავოდავ. საქმის მასალების მიხედვით, საცავში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებთან ერთად ინახებოდა მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალაც, რაც დოკუმენტში უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევად არის მოხსენიებული. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ პრობლემა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხარვეზებში, არამედ კონტრდაზვერვის საკითხებშიც. ანუ, საიდან იგებს მტერი რეალურად, რომელ საწყობში რა ინახება. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს მხოლოდ ვერსია და საკითხის დასმა და არა დადგენილი ფაქტი. მესამე საკითხი არის ეპიზოდი სოციალური ქსელიდან წაშლილ პოსტთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ გამოაქვეყნა და თითქმის მაშინვე წაშალა შეტყობინება საბრძოლო მასალების საწყობის შესწავლის შესახებ, ცალკე განხილვის თემად იქცა. ზოგმა ამაში ინფორმაციის ნაადრევ გამჟღავნებას დაინახა. სხვებმა კი მცდელობას, რომ მტრისთვის ობიექტის ხასიათის შესახებ დადასტურება არ მიეცათ. ამ ეპიზოდს ოფიციალური განმარტება ხელისუფლებას ჯერაც არ გაუკეთებია. რა იყო ეს, ვერავინ გაიგო. საზოგადოებაში დისკუსიის საერთო დასკვნა ის გახდა, რომ ამ ეტაპზე სპუ და გენპროკურორის ოფისი გამოძიებას აწარმოებენ. სავალო პასუხები კითხვებზე, რა ზუსტად და რატომ აფეთქდა, ვინ კონკრეტულად არის დამნაშავე და რა ხარისხით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გამოძიების საგანია. მე ვაფიქსირებ ვერსიებს და ოფიციალურ განცხადებებს, მაგრამ ამ ეტაპზე გამოძიების ნაცვლად განაჩენს არ გამოვიდა. ეხლა მომიჯნავე თემა, რომელიც ხსნის, რატომ არის ეს კითხვა. საიდან იცის მტერმა ასეთი მწვავე, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. იტალიის პროკურატურამ გამოავლინა ჯაშუშური ჯგუფი, რომელიც გამოძიების ვერსიით რუსეთის სამხედრო დაზვერვის გრუს დავალებით აგროვებდა ინფორმაციას დასავლეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც უკრაინაში იგზავნებოდა. დეტალები Defense News-ის მონაცემებით თითქმის კინემატოგრაფიულია. მთავარეჭმიტანილად დასახელდა 59 წლის გოვინო პიროსი, რომელიც იტალიის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერია. მის კურატორად გამოძიება ასახელებს რუსეთის სამხედრო ატაშეს რომში მიხაილ ოსტაკოვს, რომელსაც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრად მიიჩნევენ. გადაცემის მექანიზმი ასეთია. საიდუმლო შეხვედრებზე ოსტაკოვი პიროს გადასცემდა სიებს, ანუ ინფორმაციის მოთხოვნებს, ხოლო პასუხად იღებდა მიკრო SD ბარათებს ინფორმაციით,
რომლებიც მისთვის კედელში არსებულ ხრელში ტოვებდნენ. ანუ ეს პიროსი სადღაც მალავდა, როგორც სამალავს, ამ ფლეშკას ინფორმაციასთან ერთად. გამოძიების ვერსიით, თითოეული მონაცემთა პაკეტისთვის რუსი 4000 ევროს ნაღდი პულით იხდიდა. რა აინტერესებდა კონკრეტულად მოსკოვს? აი აქ სია ძალიან ნიშანდობლივია. ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემა SEMPTI, რომელსაც იტალია და საფრანგეთი აცუდიან უკრაინას, საზეიმტო სისტემა CHEM-R სისტემა ლეონარდო კუპოლ მიქელანჯელო, რომლის გამოცდები სხვათა შორის მხოლოდ დაგეგმილია უკრაინაში. იტალიის გეგმები Storm Shadows რაკეტებთან დაკავშირებით და დახმარება უკრაინისთვის დიდი მანძილის რაკეტების შექმნაში. აი ეს კითხვა ყველაზე მეტად აინტერესებდათ რუსებს. თითქოს როგორ ეხმარება ევროპა უკრაინას საკუთარი ბალისტიკის შექმნაში მაგალითად. ანუ მოწინააღმდეგე მიზანმიმართულად ეძებდა სისუსტეებს სწორედ იმ სისტემებში, რომლებიც უკრაინის ცას იცავს. იტალიის რეაქცია საკმაოდ კაცრია. მთავრობამ გამოაცხადა 2 რუსი სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გაძევების შესახებ. გამოაგდეს ეს დაუბანელი რუსები ევროპიდან, ბოლოს და ბოლოს. ძალიან არ მესმის, რატო უშვებენ ევროპელები დღემდე თავიანთ ქვეყნებში ამ დაუბანელ სუბიექტებს. და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდული ომის გამოყენებას დასავლეთის წინააღმდეგ, რაც მან სერიოზულ და მიუღებელ ჩარევად დაასახელა. აქვე სრული სურათისთვის აღნიშნო. პიროსის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა რუსეთს არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცა. ანუ დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, ამ პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი გადაუცია. კი ბატონო, გადაეცა, რა თქმა უნდა, ავიარად, გადაეცა. მაგრამ არა რაღაც სუპერ საიდუმლო ინფორმაციას. და მესამე თემა არის რუსების მიერ ქალაქებზე გაგრძელებული დარტყმები, რომლის ფონზეც ვითარდება ყველა ეს დავა დაცვაზე. კიევი. ერთ კვირაში რუსეთმა უკვე მესამედ განახორციელა მიზანმიმართული შეტევა. და როგორც დარნიცკის რაიონის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე კოუტუნოვი ამბობს, რაკეტა, რომლითაც კიევზე 11 ივნისის ღამეს დარტყმა განხორციელდა, შრაპნელით იყო აღჭურვილი, რის გამოც ნამსხვრევებმა დააზიანა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები. უბრალოდ სასწაული მოხდა, რადგან დარტყმის მომენტში ქუჩა თითქმის ცარიელი იყო და ადამიანები ფანჯრებთან არ იმყოფებოდნენ, რამაც სითქოს და მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა. მაგრამ სანამ კიევზე საუბრობთ, სუმი კიდევ უფრო მეტად იტანჯება. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ გრიგოროვის ინფორმაციით, 11 ივლისს 2 რუსული მართვადი ავიაბომბი მოხვდა ხალხმრავალ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მოძრაობდნენ ავტომობილები, მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოკლედ ქალაქი თავის ცხოვრებას აგრძელებდა. ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრში აღმოჩნდა გზა და გაჩერება, სადაც რა თქმა უნდა ადამიანები იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ათეულობით ადამიანი დაიჭრა. განსაკუთრებით აღინიშნება, რომ ამ კვირაში მინისტრ მიხაილ ფედოროვის თქმით, უსაფრთხოების მდგომარეობა სწორედ სუმის ოლქში მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსეთმა გააპარტოვა მოლნია ტიპის დრონების, ოპტიკურ ბოჭკოზე FPV დრონების და მართვადი ავიაბომბების გამოყენება, რომლებსაც ისინი სწორედ მშვიდობიან ქალაქზე აგდებენ. მოდით შევაჯამოთ. ვიშნეუესთან დაკავშირებით ოფიციალური სურათი დღევანდელი მდგომარეობით ასეთია. რუსეთის დარტყმამ დააზიანა უკრობრომპრომის საწარმოს საბრძოლო მასალის საწყობი, რომელიც გამოძიების ვერსიით დარღვევებით იყო განთავსებული საცხოვრებელთან ახლოს. გახსნილია სისხლის სამართლის საქმე, გამოცხადდა გათავისუფლებები და მთელი უკრაინის მასშტაბით მსგავსი ობიექტების შემოწმება. ამასთან რჩება რამდენიმე კითხვა. რა აფეთქდა ზუსტად? რატო აღმოჩნდა ობიექტი სახლებთან ახლოს და როგორ ირჩევდა მოწინააღმდეგე სამიზნეს? ეს რჩება გამოძიების კომპეტენციაში და ჩვენ შეგნებულად არ უსწრებთ მოვლენებს. პარალელურად რომაული ჯაშუშური სკანდალი, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაჟინებით ეძებს მოსკოვი დასავლეთის საჰაერო თავდაცვის სისუსტეებს უკრაინისთვის და ახალი დარტყმები კიევსა და სუმებზე, რაც გვახსენებს, რატომ არის ეს საჰაერო თავდაცვა საერთოდ საჭირო. ამიტომ დაცვის როგორც ფიზიკური, ასევე საინფორმაციო საკითხი დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას. ვიშნევოზე ოფიციალური გამოძიების შედეგებს ყურადღებით მივადევნებ თვალს და ინფორმაციას მოგაცვლით ამ YouTube არხზე. აქ ყველაფერი ფაქტებზეა დაფუძნებული და არა მხოლოდ ვარაუდებზე. ამიტომ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან ჩვენ 300,000 გამომწერის ნიშნულს უახლოვდებით. თქვენი აზრია დასკვნები, დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. დაალაიქეთ და დააცკაპუნეთ ზარცე. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.